მოგესალმებით ყველას მეგობრებო და სანამ ხმა თუ ისმის ერთი თემა უნდა ავიჩიოთ დღეს და იმ თემაზე ვილაპარაკოთ. პირველი თემა არის ეს პირველი თემა არის ეს მეორე თემა არის ეს და მესამე თემა არის ეს რომელსაც აიჩევთ იმ თემას განვიხილავ ახლა სანამ ჩემს გვარშვილს ველოდები აგერ მანქანაში. თამარ ბაჩალიშვილის ამბავი რუსთავაზე რაც აღმოჩინეს იმის ამბავი თუ ესეც შემიძლია განვიხილო. კომენტარებში დამიწერეთ, აბა რისი განხილვა უფრო გაინტერესებთ. მოდი, მე ავირჩევ კარგით. თქვენ რადგან ვერ ირჩევთ. რუსთავაზე აღმოჩინეს ჩაძირული ქალაქი. თამარის ამბავია მომწერეს. კარგი, რადგან მომწერეთ, გადავალ თემაზე. ჩემ არჩეულს გადავწევ გვერდზე. თამარ ბაჩალიშვილის ამბავი არის ძალიან გასაიდუმლოებული ამბავი, რომელიც მოხდა ჩემთან სოფლიდან დაახლოებით რამდენიმე კილომეტრში ადმირალთან ახლოს. მე მინდოდა დღეს მეკითხა ბიოლოკაციისთვის თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს თუ მოკვდა. მაგრამ რა თქმა ამას ბიოლოკაცია პირდაპირ ჩანს რაც მოხდა. თამარ ბაჩალიაშვილი როგორც ჩანს იყო ჩაბმული სერიოზული დაჯგუფების დიდი მაფიის კლანში. არა თავისი ნებით მეგობრებო, არამედ ახალგაზრდა გოგო იყო, დაიწყო მუშაობა და თანდათან რომ გაიცნო, სადაც დაიწყო მუშაობა, აღარ მოეწონა. ვერ აიტანა მისმა შინაგანმა, ამიტომ გადაწყვიტა მან საზღვარგარეთ წასვლა. მას ჰქონდა მიმოწერა თავის მეგობართან, რომელიც იყო საზღვარგარეთ იმ პერიოდში და რომლისგანაც ცდილობდა, რომ ვიზის გაკეთების ამბები მასთან ერთად მოეგვარებინა. ეს ყველაფერი გაიგო, ვის უნდა გაიგო, ახლა თქვენ კარგად იცით, ამას მხოლოდ უშიშროება შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი ვერავინ ვერ გაიგებდა, ვისთან ჰქონდა მიმოწერა, რანაირად ჰქონდა მიმოწერა, რას გეგმავდა ბაჩალიაშვილი და ასე შემდეგ და ამიტომაც თამარი მოიშორეს თავიდან. ბაჩალიაშვილი იმდენად ვერაგულად მოიშორეს თავიდან, რომ ეს პატარა ახალგაზრდა გოგო
რომელიც შეეძლოთ უბრალოდ გაეჩერებინათ და შეეძლოთ რომ მისთვის შეთავაზება გაეკეთებინათ ისეთი რომ დროებით აღარ გამოჩნდებოდა ის იმ სივრცეში, ჩვეულებრივად შეეძლოთ რომ განერიდებინათ ამ ვითარებიდან, რასაც ითხოვდა თამარი და ის ითხოვდა გათავისუფლებას, ამ კლანიდან თავის დახსნას ითხოვდა, მაგრამ ეს არ შეუსრულეს. რა თქმა უნდა, პატარა გოგოს მიერ ვერ იქნებოდა მათზე ზეწოლა, უბრალოდ იქ იყო უბრალოდ კიდევ სხვა საკითხები, რასაც თამარი ამ თამაშგარეთ იცნობდა სავარაუდოდ და არ უნდათ სწორედ აი ამ საქმის გარეთ გამოტანა. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს ეხებოდა ბავშვთა პორნოგრაფიას. თუმცა საზოგადოება ისეთი ბრმა არის, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილის ამბავი მოხდა, კაციშვილი არ გაინძრა იმ დროს. გეტყვით რატომაც რა, პირდაპირ გეტყვით და ხელს ვადებ. მაშინ ჯერ კიდევ იყო ძაღლმიფსმული იმდროინდელი პატრიარქი ცოცხალი რა. და ჯერ კიდევ მოქმედებდა ის ჯადო, რაც ეხლა აი ამ პერიოდისთვის უკვე მოხსნილია. თუმცა ამას ბევრი ვერ ამჩნევს და ბევრიც ამჩნევს და ადამიანებმა რეაქციები გამოხატეს. ადამიანებს, რომელსაც ჰქონდათ რეაგირების უნარი წართმეული, ახლა ჩვენ ვხედავთ თუ რა ამბავი ხდება ამ ერთი ბიჭის, გურამ დადიანიძის დაკარგვის გამო. და არ გიგონოთ, რომ ეს მხოლოდ გურამ დადიანიძემ მოახერხა, რომ აი რატომღაც 12 წლის დაკარგულმა ბიჭმა შეძლო ამ ხელა საზოგადოების ყურადღების მიქცევა. მე გეტყვით, რომ მას მერე რაც ძაღლი მიაკოდა სულში იმას, ვისაც მიაკოდა, ადამიანები ნელ-ნელა იწყებენ გამოსვლას ბურუსიდან. იმ ბუშტიდან, რომელ ჯადოშიც იყვნენ მოქცეული. უნარ დაკარგულები, უნარ წართმეულები, გაბრუებულები და სიტყვის ძალის მიერ დასაჭურისებულები. ანუ სიტყვის ძალის მიერ კი არა და სიტყვის ძალისგან დასაჭურისებულები. პირდაპირ მნიშვნელობით, როდესაც ქალბატონი სოფო შვილის გამო ტირის პირდაპირ ეთერში და სრულიად სახელმწიფოს წარმომადგენელი მოქალაქეები რეაგირებენ ამაზე, ეს არის ჩვეულებრივი რეაქცია ქართველებისგან. ხოლო ასეთი რეაქციები თუ დააკვირდით, მეგობრებო, რამდენიც გინდა იმდენი სიკვდილიანობა გაჟღერებულა, უსამართლობა, დედას შვილი დაუკარგავს, დედას წინ მოუკლავთ შვილი მის ცხვირწინ, მაგრამ ამაზე ხმას არ იღებდა საზოგადოება. და მას მერე რაც ძაღლმიფსმულ აყროლებულ ადამიანს მიაკოდა ძაღლი სულში, მას მერე თუ დააკვირდით, საზოგადოება გამოფხიზლდა. ასეთ რაღაცებს აღარ ატარებს, აღარ უტარებს, არც მედიას, არც სახელმწიფოს, არც რომელიმე დაჯგუფებას, მაფიას და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა ყველა ერთად დგება. ერთიანობა, რომელიც დარღვეული ქონდა საქართველოს, აღდგა, ისევ აღდგა. და მადლობა იცით უნდა უთხრათ, ვინც ყველაზე მეტად აგინა ის ადამიანი და იმ ადამიანს და ვინც ყველაზე ზუსტად და სწორად ამხილა ადამიანი, რომელიც კიდევ 10 წელი უნდა თქვენი აი ამ ჯადოქრობაში, ჯადოქრობის ქვეშ მოქცევა, კიდევ 10 წელი გაგრძელდებოდა და ხალხი გონს ვერ მოეგებოდა. და ის ძაღლ აყროლებული თქვენს ხარჯზე იცხოვრებდა, სულიერად, ფიზიკურად, მატერიალურად ყველანაირად გამოგფიტავდათ
და მაინც ის გეგონებოდათ ერის გადამრჩენელი. მაგრამ ახლა ყველა დაინახავს თუ ვინ იყო ერის წურბელა. ან წურბელაც კიდე რაღაც სასარგებლოა. ვინ იყო ერის გამანადგურებელი ანტიქრისტე. მოკვდა ჩაძაღლდა. დაეშვა წერტილი. ამიტომ გამოცოცხლდით ყველა. ამიტომ გამოვა ყველა ის გადადებული საქმე, რომელიც მიფარცხეს, ნახევარ ფეხზე გამოიძიეს, ძალით, თუ უნებლიეთ, თუ ნებით. ვითომ ვერ გამოიძიეს, ვითომ არ გამოიძიეს, ზოგს ცილი დასწამეს, ზოგი ტყუილად ჩასვეს ციხეში. იმ ბიჭის ამბავიც გამოვა. ხალიჩების ბიზნესის გამო, რომ ამერიკელი ოჯახი მოკლეს და პატარა წყემს ბიჭს რო დააბრალეს, რომ ვითომ იმან გააუპატიურა ქალი და მერე მოკლა ოჯახი თითქოს. პირდაპირ გეტყვით, ყველა საქმე, რომელსაც ტყუილად აბრალებდნენ ვინმეს და ტყუილად აბრალებდნენ იმას, რომ თამარმა თავი მოიკლა, ის ვიღაცამ მოკლა, ის იმან მოკლა, ესე მოკვდა, ის ესე გაქრა. ყველა საქმეს ფარდა აიხდება, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილსაც. ერთადერთი რაც გაითვალისწინეს თამარის თხოვნიდან იყო ის, რომ უმტკივნეულოდ გაიყვანათ ის ამ ქვეყნიდან, თავისი სხეულიდან და გაითვალისწინეს. დიდი დოზით წამალი გაუკეთეს, რის შედეგადაც თამარი გადის ამ ქვეყნიდან და ტოვებს ასეთ მესიჯს. გამოიყენეთ ეს თანხა. ძალიან წუხარ. იმიტომ რომ ეს ამბავი ჩვენთან ახლოს მოხდა, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ხშირად გვიწევს ხოლმე იმ ადგილის გავლა, სადაც ჩვენ აქ სადაც თამარის ამბავი მოხდა და სხვათა შორის თამარის ამბავი დღემდე არ დამივიწყებია, სულ ყოველთვის თავს მახსენებს ეგ ამბავი. ვიზიარებ მშობლების მწუხარებას დღემდე და მე მიხარია რომ მშობლები, რომლებიც ცდილობენ სიმართლის დამტკიცებას, არ ნებდებიან ეს ხალხი ძლიერია ძალიან. მე ვუსურვებ მათ, რომ მათ ყველა დამნაშავე იპოვონ თამარის ამბავში, ვინც იყო გარეული, ყველა დაისაჯოს სათანადოდ და მშობლებს ის სისასტიკე, რაც დააბრალეს თამარს, რომ თავი მოიკლა, გული დაუამდეს და დამტკიცდეს, რომ თამარი მოკლეს და არათავი თვითმკვლელობა ადამიანს თან მით უმეტეს გარდაცვალებულს დააბრალო თვითმკვლელობა. ეს არის ყველაზე საცოდაობა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც მოკლა ადამიანი. საცოდავი სულები არიან ესენი, ვინც აბრალებენ ესეთ რაღაცას. თამარ ბაჩალიაშვილის ამბავი ისეთი უუნარო ხელისუფლება გვყავს და უშიშროება, რომ აი თამარ ბაჩალიაშვილის ამბავის შემდეგ შეიძლება ადამიანს გული აერიოს სრულიად ამ სახელმწიფოზე, რომ ეს სახელმწიფო თუ ქვია ამ სახელმწიფო. ნუ იმ მაფიოზების ქვეყანაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ რა, ჩვენ სახელმწიფო არ ქვია. არც სახელმწიფო გვქვია, არც ქვეყანა გვქვია უკვე, აღარც ქართველები გვქვია და ვაფშე რა გვქვია, საერთოდ საკითხავია ეგ რა.
მედია ხო საერთოდ. მიხარია ხალხო, მიხარია რომ გამოფხიზლდით და მადლობა უფალს რომ პირდაპირ 10 წელი მოგვემატა. 10 წელი მოგვეცა ჩვენ იმისათვის რომ გამოვფხიზლდეთ. თორე მაგის ძაღლმიფსმულობას კიდევ 10 წელი გეგმავდნენ. ადრენოხრომით თუ რაც ქვია მაგას. ბავშვების ტანჯვით გამომუშავებული ქრომოსომით. ქრომოსომით კი არა და იმით, ჰორმონით. კიდევ უნდათ რომ 10 წელი ეცოცხლათ ეგ ძაღლმიფსმული რა. და კიდევ 10 წელი წარმოგიდგენიათ ამ ბურუსში. სად იყავით ხალხო, სად იყავით თუ 12 წლის წინ არ გაგიგიათ სოფოს ამბავი. სად იყავით? რატომ გამოფხიზლდით მაინც ახლა არ კითხულობთ მაგას? აი რო კითხულობთ, პასუხი ხომ გქონდეთ? ხო და პასუხიც ეგ არის რა. მიზეზ შედეგობრივია. მიზეზი იყო დღემდე ძაღლმიფსმული. ილია მეორე ჩაძაღლდა და გამოფხიზლდით. მადლობა უფალს. ამინ, ამენით უფალო იესო ქრისტე. ყოვლად ურყმელო ნათელო რომ შეისმინე ჩემი ვედრება. დროული იყო რა. დანახვა გქვიაო. დროული იყო. კი. მადლობა უფალს. სხვათა შორის გიგა ავალიანის საქმეც ზუსტად მაგ პერიოდს დაემთხვა. გიგა ავალიანის საქმე ვერ გაიმარჯვებდა ქალბატონი ეკა და ვერავინ ვერ გაიგებდა ქალბატონი ეკას ხმას. ილია მეორე რომ არ მიესიკვდილებინათ რა. თქვენ აი ამაში 100% დარწმუნებული იყავით რომ ვერც ერთი დედის ხმას ვერ გაიგებდით. ვერც ერთი დედის ხმას ვერ გაიგებდით, ილია მეორე რო ცოცხალი ყოფილიყო. იმიტომ რომ რამდენიც გინდა იმდენმა დედამ იყვირა, სანამ ის ანტიქრისტეს სატანის მსახური ცოცხალი იყო და არავინ არ გაიგო. არავინ მხარში არ დაუდგა და ყრუ როგორც აი ყრუ და ბრმაერი ისე იყავით ხალხო. მადლობა უფალს რომ გამოდიხართ ამ სიყრუიდან და სიბრმავიდან. მადლობა უფალს. ხო და ასე მოხდება როგორც დაიმსახურებენ. სრულიად მიყვება თავისი გველის ციცილებიანა ყველა სათითაოდ. ნახავთ მაგასაც 2027 წლის ბოლომდე სრულიად გათავისუფლებული იქნება ქართული ეკლესია გველის ციცილებისგან. ხო დიდიკო. მანგო. ახლა დაგეშვიდობებით და კარგად, მიხარია რომ გამოფხიზლდით.